დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლისთ ფსიქოლოგიის თემაზე. ფრინველის ყვავილი. ფრინველის ყვავილი საკმაოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს სხვადასხვა სახეობის შინაურ და გარეულ ფრინველებს. დაავადება ხასიათდება კანზე, ლორწოვან გარსებსა და ზოგჯერ შინაგან ორგანოებზე დამახასიათებელი გამონაყარის წარმოქმნით. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს დაავადება. ფრინველის ყვავილს იწვევს ფაცვერერე ოჯახის ვირუსები, რომლებიც კონკრეტული სახეობებისთვის სპეციფიკურია, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია გადაცემა სხვადასხვა სახეობის ფრინველს შორისაც. ვირუსი გადაეცემა რამდენიმე გზით. პირდაპირი კონტაქტი, დაავადებული ფრინველის კანთან ან ლორწოვან გარსებთან პირდაპირი შეხება. არაპირდაპირი კონტაქტი, დაბინძურებული საკვებით, წყლით, აღჭურვილობით ან გარემოთი. კბენით გადაცემა, სისხლისმწოველი მწერების, მაგალითად კოღოების ან ტკიპების საშუალებით, რომლებიც ვირუსს გადასცემენ ერთი ფრინველიდან მეორეს. აეროზოლით, ვირუსი ჰაერში მცირე ნაწილაკების სახით შეიძლება გავრცელდეს, თუმცა ეს ნაკლებად გავრცელებული გზაა. ფრინველის ყვავილი ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგ შინაურ ფრინველებში. ქათმები, განსაკუთრებით ახალგაზრდა წიწილები. ინდაურები, ინდაურებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მტრედები, ხშირად გვხვდება მტრედების პოპულაციებში. კაკადოები, თუთიყუშები და სხვა დეკორატიული ფრინველები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლო კონტაქტში არიან ერთმანეთთან და ხშირად იმყოფებიან ხალხმრავალ ადგილებში. იხვები და ბატები, შედარებით იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია დაავადების განვითარება. ფრინველის ყვავილის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების ფორმის მიხედვით. კანის ფორმა, მშრალი ყვავილი. კანზე ჩნდება პატარა, თეთრი ან მოყვითალო ფერის კვანძები, პაპულები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და ხდება მოყავისფრო. კვანძები შეიძლება იყოს ქერცლიანი და დაფარული ქერქით. გამონაყარი ხშირად ჩნდება თავზე, თვალების გარშემო, ნისკარტზე, ფეხებზე და ფრთებზე. მძიმე შემთხვევებში გამონაყარი შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე. ლორწოვანი ფორმა, სველი ყვავილი. პირის ღრუში ენაზე ხორხსა და ტრაქეაში ჩნდება მოთეთრო ან მოყვითალო ფერის ლაქები და წყლულები. სუნთქვის გაძნელება, ხველა, ცემინება. ნერწყვდენა და ჭამის გაძნელება. თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. შერეული ფორმა. ამ ფორმის დროს აღინიშნება როგორც კანის ისე ლორწოვანი ფორმის სიმპტომები ერთდროულად. ზოგადი სიმპტომები. მადის დაქვეითება ან დაკარგვა. სისუსტე და აპათია. წონის კლება. კვერცხის დების შემცირება. კონქიუნქტივიტი, თვალების ანთება. დაავადებულ ფრინველებს შეიძლება განუვითარდეთ მეორადი ბაქტერიული ინფექციები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. ფრინველის ყვავილის დიაგნოსტიკა ხდება რამდენიმე მეთოდით. კლინიკური ნიშნების საფუძველზე, დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას, განსაკუთრებით კანზე გამონაყარის არსებობისას. ლაბორატორიული გამოკვლევა. ვირუსის იზოლირება, დაზიანებული ქსოვილის ნიმუშებიდან ვირუსის გამოყოფა უჯრედულ კულტურებში. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ვირუსის გენეტიკური მასალის გამოვლენა. ჰისტოლოგიური გამოკვლევა, დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა დამახასიათებელი ცვლილებების დასადგენად. სეროლოგიური ტესტები, ანტისხეულების გამოვლენა სისხლში, რომელიც მიუთითებს ვირუსთან კონტაქტზე. სამწუხაროდ, ფრინველის ყვავილის სამკურნალოდ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტები არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად სიმპტომური და დამხმარეა. ანტისეპტიკური დამუშავება. კანზე გამონაყარის დამუშავება იოდის, ქლორჰექსიდინის ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარით. დაზიანებული ადგილების რეგულარული დამუშავება ხელს უწყობს მეორადი ინფექციების პრევენციას. ანტიბიოტიკოთერაპია. მეორადი ბაქტერიული ინფექციების პრევენციის ან მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები, მაგალითად ტეტრაციკლინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი, ენროფლოქსაცინი. ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა განხორციელდეს ვეტერინარის დანიშნულებით. იმუნოსტიმულატორები. იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას იმუნოსტიმულატორები, როგორიცაა ვიტამინები, განსაკუთრებით C და B ჯგუფის ვიტამინები, მინერალები, სელენი, თუთია, პრობიოტიკები და პრებიოტიკები. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ინტერფერონის გამოყენებაც საჭირო გახდეს. სიმპტომური მკურნალობა. სუნთქვის გაძნელების დროს საჭიროა სასუნთქი გზების გაწმენდა ლორწოსგან.
კვების გაძნელების დროს ფრინველი უნდა იკვებებოდეს რბილი, ადვილად მოსანელებელი საკვებით, შესაძლებელია საკვების ინტრავენური შეყვანაც. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ფრინველს უნდა მიეცეს საკმარისი სითხე. გამაჯანსაღებელი ზომები. დაავადებული ფრინველები უნდა გადაიყვანონ იზოლირებულ ადგილას, სადაც არის თბილი და მშრალი გარემო. აუცილებელია ფრინველების კარგად დაბალანსებული საკვებით უზრუნველყოფა და სუფთა სასმელი წყლის მიწოდება. გალიების ან სათავსოების დეზინფექცია. აუცილებელია ფრინველის გარემოს ჰიგიენის დაცვა. ფრინველის ყვავილის პრევენცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ზომას. ვაქცინაცია. ვაქცინაცია არის დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება. არსებობს სხვადასხვა სახის ვაქცინები, ცოცხალი და ინაქტივირებული, რომლებიც გამოიყენება ფრინველების სახეობისა და ასაკის მიხედვით. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ვეტერინარის რეკომენდაციით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. ბიოუსაფრთხოება. ფერმებში და სახლის პირობებში მკაცრად უნდა იყოს დაცული ბიოუსაფრთხოების წესები. ახალი ფრინველების შემოყვანისას ისინი უნდა გადაიყვანონ საკარანტინო ზონაში დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში. სხვა ფერმებიდან ან ბაზრებიდან ფრინველებთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელების დეზინფექცია. საკვები და წყალი უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილას, სადაც ფრინველები ვერ მიწვდებიან მათ. ფრინველების სათავსოები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს. შეძლების დაგვარად უნდა გამოირიცხოს გარეული ფრინველების კონტაქტი შინაურ ფრინველებთან. სწორი კვება და მოვლა. ფრინველების კარგი კვება და სათანადო მოვლა აძლიერებს მათ იმუნიტეტს და ამცირებს დაავადების რისკს. ფრინველებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები. გალიები და სათავსოები უნდა იყოს სუფთა და მშრალი. მწერების კონტროლი. სისხლისმწოველი მწერების კონტროლი, კოღოები, ტკიპები ხელს უწყობს დაავადების გავრცელების პრევენციას. შეიძლება გამოყენებული იქნას ინსექტიციდები და რეპელენტები. ფრინველის ყვავილის სერიოზული დაავადება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ფრინველების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. ამიტომ პრევენციული ზომების დაცვა და დროული მკურნალობა არის უმნიშვნელოვანესი. თუ თქვენს ფრინველებში შეამჩნევთ რაიმე საეჭვო სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.